გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პრეზიდენტმა გიორგი მარგულაშვილმა საზეიმო მიღებას უმასპინძლა. კვირეულის წლევანდელი სლოგანია „ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება“. ხალხთა მონაწილეობა პოლიტიკურ სისტემებში მართვის მიმართულებით არის პასუხი არა მარტო გენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე, არამედ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მე მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები, ის გადაწყვეტილება, რაც მე მივიღე ქალბატონი ნინო გვენეტაძის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე წახელების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ კიდევ მეტ პოზიტივს შესძენს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთის მხრივ დგავთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მეორეს მხრივ გამოვაცხადეთ 2015 წელი ქალბატონების წლად, ქალთა წლად, რასაც ბუნებრივია ყოველ ეტაპზე ხაზს გავუსვამთ და შევუწყობთ ხელს, როგორც დანიშნების ნაწილში, ასევე საკითხთა გადაწყვეტის ნაწილში, ასევე საკანონმდებლო ნაწილში, რომ ქალების საკითხი იყოს წინ წამოწეული. პარლამენტში ქალთა რაოდენობის მიხედვით საქართველოს 106 ადგილზეა 138 ქვეყანას შორის. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში 150 წევრიდან მხოლოდ 18 ქალია, რაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 12%-ში ადგენს. კვოტირების სისტემის შემოღებით კი შესაძლოა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 38-მდე მაინც გაიზარდოს. 6 მარტს პრეზიდენტის სასახლე მწვანედ განათდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს დროებითი წამახალისებელი ზომების სახით კვოტირების სისტემის შემოღებას. ყვითლად განათებული პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობები კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ ჯერ კიდევ ამიუღწევიათ კონსენსუსისთვის. სადაც იმისა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი კვოტების სისტემის შესახებ, მე ვთვლი, რომ ჩვენ ბოლომდე მხარი უნდა დავუჭიროთ კვოტირების სისტემას, იმიტომ რომ ქალი აქტიურად ჩაერთოს მართვაში. I think the main story really to tell is that Georgia has made a lot of important progress in terms of putting in place the appropriate laws and policies to address gender equality, to address a number of things from gender-based violence and domestic violence to economic empowerment, political empowerment of women. But now the real task is to implement those policies fully to really make a big difference in women's lives. The President underlined the importance of women in society, not just as wives and mothers, but also as active citizens, as decision makers. And one interesting point he made was about participation of women in politics. გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რაც ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური გაძლიერებისა თუ ოჯახში ძალადობის კუთხით არსებობს საქართველოში. ჩვენ მხარს უჭერთ, რა თქმა უნდა, ამას, მხოლოდ მივესალმებით, თუ მეტ ხალხს ვნახავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, წამყვან პოზიციებზე, საპარლამენტო ასე ვთქვათ, მანდატებს თუ მეტი ქალი დაიკავებს და სასამართლო ხელისუფლებაშიც თუ მეტი ქალი მიიღებს მონაწილეობას. მუშაო ჯგუფის ფარგლებში ვცდილობთ, რომ დავიხმაროთ სწორედ ესეთი პოზიციების შემუშავებაში პოლიტიკურ პარტიებს, რომ მე უფრო იოლი გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ასევე ამ კონფერენციის ბევრი მონაწილე დღეს უერთდება იმ მარშს, რომელიც ახლა რამოდენიმე წუთში დაიწყება ქალთა უფლებებისთვის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდისთვის. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ზოგადად მიმაჩნია, რომ თუკი საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი ქალთა თანაბარი და სამართლიანი ჩართულობა და წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა დონეზე, მანამდე საქართველოში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ნამდვილი დემოკრატია. ჩვენ გვინდა მეტი ქალი პარლამენტში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ მივცეთ ხმა ქალს. ქალების პოლიტიკური გაძლიერება არის დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. მეტი ქალი პარლამენტში. ამ მოთხოვნით სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანი ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს საქართველოს 25 ქალაქში ქალების უფლებების დასაცავად გაერთიანდა. ქალთა მოძრაობის წევრებმა მსვლელობის მონაწილეებს ის ხედვა გააცნეს, რისი მეშვეობითაც ქალთა პოლიტიკური აქტიურობის ხელშეწყობა შესაძლებელი. ეს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არაჩვეულებრივი და პროფესიონალი ქალი არსებობს, ისინი გადაწყვეტილებას არ იღებენ. მათი ხმა არ ისმის. ქალები დღეს უმრავლესობა ვართ, მოსახლეობაშიც და ამომრჩევლებშიც. მაგრამ, როდესაც პარტიები ადგენენ სიებს
სიებში ისინი არ აყენებენ ქალების კანდიდატურას. თბილისში გამართულ მსვლელობას ის პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, ვინც ქალთა პოლიტიკური გააქტიურების მიზნით კვოტირების სისტემის შემოღების მომხრეა. კვოტირების სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია არჩევით ორგანოებში გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად. მისი შემოღებით პოლიტიკური პარტიები ვალდებულებას იღებენ, შეიყვანონ პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა. ქალის უფლებები არ არის ეროვნული თემა, ქალის უფლებები არ არის ჩაკეტილი თემა. ქალის უფლებები არ არის აქ მდგომების, ტელევიზორთან მსხდომი ქალების თემა. ეგ არის საკაცობრიო თემა. ამიტომ მე მიხარია, რომ დღეს ჩვენ ამ თემას შევუერთდით და შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სიტყვა. მივხვდი, რომ 21 საუკუნეში საქართველოში ქალი ზოგიერთების მიერ ისევ აღიქმება ნაკლებად ადამიანად ვიდრე მამაკაცი, ხოლო ცოლი კიდევ უფრო ნაკლებად ვიდრე ქალი ზოგადად, რადგან ცოლი ზოგიერთის მიერ აღიქმება საკუთრებად. დიახ, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, ეს არის პრობლემა ჩვენი საზოგადოების და ამას ჩვენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოება უნდა დავუპირისპირდეთ. მთელ მსოფლიოშია პრობლემა ქალთა მონაწილეობის და მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებში ეს უფრო წარმატებულად უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და უკვე ქალები საკმაოდ რაოდენობით არიან ხელისუფლებაში წარმოდგენილი. საქართველოში ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება და აუცილებლად მიმაჩნია, რომ სპეციალური ზომები იყოს შემოღებული ამ ეტაპზე. 2015 წელს პეკინის ქალთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის 20 წლის იუბილე აღინიშნება. პეკინის დეკლარაცია და პლატფორმა აქტივობისათვის 1995 წლიდან დღემდე 199 ქვეყანას აერთიანებს. ამ 20 წლის მანძილზე ქალი პარლამენტარების მთლიანი რაოდენობა მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა, თუმცა პროცენტულად ეს ქალთა მხოლოდ 20%-იან წარმომადგენლობას ნიშნავს პარლამენტში. 8 მარტს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის დასაცავად ნიუ-იორკში გამართულ მსვლელობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და მისი გენდერული საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვართ მსოფლიოს ნაწილი, დღეს აქ მსოფლიო ქალთა მოძრაობის ნაწილი, აქ შეკრებილები არიან თანამოაზრეები და ჩვენ გვჯერა, რომ ქალები არიან სოლიდარურები და დღეს ვხედავთ ასევე სოლიდარულ კაცებს, ვინც იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის, ვიბრძვის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან გვიხარია დღეს აქ ყოფნა. დღეს საქართველოშიც არის ქალთა მოძრაობის აქცია, ისინი ითხოვენ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. ჩვენც ვუერთდებით იმ აქციას ნიუ-იორკიდან. ქალთა საერთაშორისო დღე 1911 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. სწორედ ამ დღეს სხვადასხვა ასაკის რასისა თუ რწმენის ქალი ერთიანდება საკუთარი უფლებების დასაცავად საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.